ლოცავთ ყველას დიდი სიყვარულით და სარწმუნოებში გაძლიერებას გისურვებთ, განკურნებას გისურვებთ ყოველგვარი უძლურებისაგან. უფალი ყურნავს ყველას და უფალი არის ყურნალი პირველ რიგში. ბოროტი სულისაგან, განდევნის, რა თქმა უნდა ყურნავს სულიერი ემოციონალური ხორციელი უძლურებებისაგან. ეს ყველაფერი ჩვენი უძლურებები წარმოშობა ცოდვების გამო, რა თქმა უნდა, ძირითადად ხო, მაგრამ როცა ადამიანი ნანოს მიეტევება მას, და არ მიეტევება. უბრალოდ დრო უნდა ყველაფერს, ხო? ამიტომ ამ მიტევებას თავისი შრომა უნდა, თავისი სინანული უნდა. ზოგმა არ იცის ეს და გონია რომ აი უცებ ერთხელ ილოცებს და უცებ ყველაფერი კარგად იქნება და ესე გახდება. კარგად გახდება და კარგად იქნება თუ კი დროს აცდის მადლის მიღებას და მის მოქმედებას აცდის დროს. აცდის, იმიტომ რომ არსად არ ეჩქარებას ეცას. და ყველა სნეულებას ყურნავს უფალი. პირველ რიგში ყურნავს რა თქმა უნდა აი მძიმე ჩვენს მოუნანიებელ ზოგჯერ ცოდვებს თუ კი ნანოთ. პირველ რიგში ყურნავს ადამიანის, როცა ითხოვს ადამიანი რწმენას, აძლიერებს სფეროში და მის უწყლობას ყურნავს. ასე ვთქვათ, შეიძლება ესეც ითქვას. ყურნავს მის თავშეუქავებლობას, ემოციონალურ უკონტროლებას, თუმცა მე რა კონტროლობს საკუთარ თავს, დაბიო ინსტინქტებით იმპულსური, გაფხესებული, ასე ვთქვათ, რაღაცა ინსტინქტები აქვს და ასე ვთქვათ, ესეთი ბიძგები აქვს მის სულში, მის რაღაცა ესეთი მატერიალიზმს ეძახი ხოლმე, ესეთი ორმაგ კვადრატში მატერიალიზმზე გამხეცებულად ჩაბღაუჭებულია მარტო ხილულ რაღაცა ბონუსებს ეძებს და მხოლოდ იმ ხილული სამყაროთი შემოისაზღვრება, რომელიც გონია რომ მხოლოდ მარტო ის არსებობს და მეტი არაფერი სხვა ფასეულობა არ არის. დღეს როდესაც ფასეულობები აღიერია ძალიან და რა თქმა უნდა ადამიანის მოხდა ანთროპული ცვლილებები, გენეტიკური ცვლილებები შეიცვალა ბევრი რაღაც ადამიანში. ბევრი ისე ტრანსფორმაცია მოხდა, რაც ადამიანში ზოგჯერ სულის არსებობის ეჭვსაც კი ბადებს ხოლმე. კარგულად ადამიანი ორგანიზმია, რა ადამიანური ანთროპომორფული თვლილებაა, მაგრამ შეიძლება სული ჩანასახვევან და ან რუდიმენტურ მდგომარეობაში ქონდეს, რაღაცა ემბრიონულ მდგომარეობაში, ესეც შეიძლება ხოლმე. და დარჩეს ესე მთელი ცხოვრება თუ არ გააღვიძა. როგორც ის ტალანტი, რომელიც იგავშია, მარათონ იქნა და უკან დაუბრუნდა. ესეც შეიძლება ხოლმე. ყველანაირად მოკლედ უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ, ვილოცოთ, რომ ესე არ დარჩეს ლატენტურ მდგომარეობაში ჩვენი სულიერი ძალები. შეიცვალა ისიც, რომ დამოუკიდებლობა, ასე ვთქვათ, ეს მორალური ჩარჩოებისაგან და ფსევდო თავისუფლება, რომელიც რეალურად შეხებაშიც არ არის. იმ თავისუფლებას, რასაც ქვია, შეიცვალა. ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება კანკან თავისუფლად შენახ საერთოდ ცუდომაში და შეხებაში არ არის ამასთან. რა თქმა უნდა, ის ნეგატივი, რომელიც კიდევ თარეშობს, ამაზე აღარ მინდა საუბარი, რაც შორს მიყვანს და არც არის უპრიანი ხანდაგებაზე. ისედაც მძიმე გარემოში, ისედაც მძიმე მოსაბჭოთა ჩვენს გადატვირთულ, ნეგატივით გადატვირთულ სივრცეში კვლავ ისევ აი ამ ტკივნეულ ჭრილობაზე ზემოქმედება მოვახდინო და კვლავ ეს ტკივილი გავაძლიეროთ. მაგრამ ვერც გზნობდა და არც ტკიოდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ არც ფორმალობდა და არც სიმპტომი და არც მიზეზი იცოდა დაავადების. სიმპტომები კი არ უნდა გაქვთ, დაავადება და პრინციპს უნდა ჩაეშვა, ის უნდა განეკუთვნოს. ეს კურნების პროცესი ნებაყოფლობითია. თუ ავადმყოფმა და საზოგადოებამ თუ ოჯახმა თუ ინდივიდუუმმა თვითონ არ მოინდომა და არ კურნავს, ეციურ კურნავს, არ უჩვენა კურნებაზე კურნავს უფალი. თუ არ უჩვენა თავისი უძლურება, თავისი უძლური და სუსტი წერტილები და რგოლები თავის, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში, ადამიანურ შემადგენლობაში, სად არის მისი სუსტი რგოლი, ეს თუ არ აჩვენა, ის დარჩება და ისეთ დროს გაწყდება შემდეგ, როცა არ არის ადამიანი, ზუსტად ისეთ მოულოდნელ დროს გაწყდება. რა თქმა უნდა, უფალი ყოველთვის ქმნის კეთილად, მაგრამ ბოროტება სხვა არაფერი არის, თორემ და ის რაც კეთილად შექმნილია, მისი გამრუდება და არასწორი გამოყენება, ხო? ესეც არის. დიდი თემებია მოკლედ. ამიტომ კურნება ეს გლობალური არამნებოს სიკვდილის სოძლის არავინ მოქცევა კურნებასაც ვიტყოდი მის არამნებოს სიკვდილის სოძლის მოქცევა ცხოვრება გადარჩენა კურნებად შედის სულიერი სახორციელი მისი ხო ამას კიდევ უნდა ესეთი შრომა და ლოცვა და
ჩვენი მაღალი დანიშნულება აქვს, თქვენ ძალიან მაღალი დანიშნულება მოგცათ, ხატება რომ მოგცათ, მსგავსება დაგავარდეთ. ეს ძალიან დიდი და მაღალი საპატიო პატივია, დიდი და ყველა კბილებისა, გვირგვინი კბილების ადამიანი მაღალი დანიშნულების არსებაა. ამიტომ არავინ ხო რო თქვა ქრისტემ, არავინ ანთებს სამთელს, როცა რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ. ან საწოლქვეს შედგას, არამედ სასანძლესე დადებს, რათა შემოწმელებმა იხილონ ნათელი. ხომ არავინ არ უფალი არ ხმის ადამიანს იმისათვის, რომ ეს ნათელი, მესამე ნათელი, პირველი ნათელი უფალი, მეორე ანგელოზთა სამყარო, მესამე ადამიანების სულები ნათელი. რომ შედგას სადღაც და ხატება იქნეს დაჭდილი და დახშული და ჩაკეტილი სადღაც სარდაფში და ფიტულში, რაღაცა ეს ჩარჩოში. და დავარქოთ რაღაც სათავსოში, ხო? ყველაფერი უცემული იმისათვის, რომ ადამიანი ეზიაროს სათავსოებებს და მის ფასეულობებს უკვე აქ მიწაზე. რაც ისი ყველა წინაპირობას უფალმა მოგცა და გაგვამხნევა ჩვენ. ყოველთვის გვამხნევა ჩვენ ღმერთი და გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ უკეთესი გავხდეთ ვიდრე ვართ, რაც ყველა წარმატებას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარების მისასპედის, იქავთ თქვენ ყოველთვის. ამინ.